საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავლის სტუმარი ლადო აფხაზავა, პედაგოგი, რომელმაც წლების წინ ჯერ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მიიღო, შემდეგ კი მალევე მსოფლიოს 10 საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა. მის სახელს ძალიან ბევრი აქტივობა უკავშირდება, თუმცა ჩემი აზრით ყველაზე დიდი ბედნიერება ხალხის სიყვარულია და მას ყოველთვის დიდი სიყვარულით მოიხსენიებენ პედაგოგს, რომელმაც საკუთარ სოფელსა და ბავშვებს არ უღალატა. ლადო, საღამო მშვიდობის, ძალიან მიხარია, რომ ხართ თავგადასავლის სტუმარი. გამარჯობათ. და მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენს მაყურებელს მოუყვეთ თქვენი საინტერესო თავგადასავლების შესახებ. აქვე უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ ხართ პედაგოგი, რომელიც არასდროს არ ერიდება სიმართლის თქმას და ხმამაღლა ყოველთვის გამოხატავს თავის პოზიციას. ხო, ასეც უნდა იყოს. თუ პედაგოგი ხარ, თუ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ყოველთვის უნდა ეცადო, რომ შენი სამშობლოსთვის, შენი ქვეყნისთვის ცვლილებები მოიტანო. თუ ცვლილებებს არ ახდენს მასწავლებელი, მაშინ ძალიან დორეთ მიედინება ცხოვრება. ამიტომ ყველა პროფესია წარმომადგენელმა უნდა ეცადოს, რომ ბევრი ცვლილებები მოასწროს თავის ცხოვრებაში. მეც რაც როგორც კი დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა, აი მაშინ უკვე 1 წლით ადრე მქონდა გადაწყვეტილი, რომ აი მასწავლებელი უნდა გავხდე და უნდა მოვახდინო ძალიან ბევრი ცვლილებები. აქვე არც მალავ იმას, რომ პროფესიით მე მასწავლებელი არ ვარ. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, ჩვენ ტრადიციას არ დავარღვევთ, თავგადასავლის ტრადიციას და მოდით ჯერ თქვენი ბავშვობიდან დავიწყოთ, იცით რა პერიოდიდან როდესაც სოფელ ნიგზიანში, მეგრულო და სახლში 3 ქალიშვილის შემდეგ გაჩნდა ვაჟი. გადმოცემით გეცოდინებათ ამბები აუცილებლად. კი, ანუ სანამ დავიბადებოდი, ჩემს ოჯახში ცხოვრობდა 3 ჩემი და, ნანა, ნინო და ნარგიზი. და აი უკვე მამა ჩემი ხო იცი ძველად მაინც უნდა ყოფილიყო გვარის გამგზელებელი. ახლაც არის ასეთი რაღაცები ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. მაშინ უთქვამს მამას, აი როდესაც დედა წაიყვანეს უკვე სამშობიაროში, აი მამა ჩემმა მეზობლებს და ნათესავებს უთხრე, რომ თუ ერთი თოფი გავარდაო, ისე გოგო მყავს და სამძიმარზე მოდით რა. და თუ ბევრი თოფი გავარდაო, მოდით და მომილოცეთო. აი დინამიტიც კი გამოიყენეს, როდესაც დავიბადე თურმე და ძალიან დიდი ხმაურია და მეზობლებს მოქონდათ დიდი ბოკლები, რაღაც საჩუქრები მოდიოდა და აი დღესაც მაქვს შენახული, აი ყველაზე მეტად, როდესაც ჩვენ ოჯახს უჭირდა და დედა და მამა ალბათ იყვნენ და აბსოლუტურად ყველაფერი გავყიდეთ ოჯახში, სწორედ ისინი არ გაყიდენ, რაც ჩემ დაბადების დღეს მოიტანენ ჩვენმა მოყურებმა, ნათესავებმა, სწორედ ის ნივთები დღესაც მაქვს. 3 უფროსი დის და ნუ მშობლების თავისთავად განებიურებული ბავშვი რო იქნებოდით, ზუსტად ვხედავ ამას, ესე სრულ სურათში ვხედავ. განებიურებული ვიყავი და ჩემი კაპრიზებით ზოგჯერ ოჯახიც კი აღარ შეეძლოთ უკვე, იმიტომ რომ ხან სკოლაში წასვლა არ მიდოდა და მე მართლა დამეწყო ფეხის ტკივილი, მარჯვენა ფეხი მტკიოდა და დილის საათებში, აი ღამით და დილის საათებში უფრო მეტად მტკიოდა, ხელსაც ვერ ვიკიდებდი. და აი მშობლებს ეუბნებოდი, რომ ფეხი მტკივა. და არ ჯეროდა თავად თავიდან. კარგა, ერთი 8-9 თვე ისე გავიდა, რომ ვერ იმდენს ვიტყუებოდი რაღაცებს მანამდე. ხო, აი ეხლა სიმართლეს რო ვამბობდი, უკვე მშობლები აღარ მიჯერებდნენ.
და მოკლედ ბოლოს აი მართლა რომ ძალიან ტკივილები დამეწყო და მშობლებმა რომ მიხვდა რომ ამას ნამდვილად ვერ ამასაკის ბავშვი ამას რომ ვერ მოვიფიქრებდი უკვე წავედით ბათუმში საავადმყოფოში და მახსოვს რომ ედგენი გადამიღეს ექიმი კითხულობს ამ ყველაფერს და სახი შეეცვალა ექიმს ეგრევე დატოვა კაბინეტი უცებ დავრჩით მარტო უკვე დედაჩემის სახეც ფერი რო ეცვალა ესეც მახსოვს და მე დამტოვეს რაღაც სათამაშოებით გამართეს და როდესაც დედა შემოვიდა მახსოვს რომ აი თეთრი იყო სულ თეთრი იყო მაგრამ დედაჩემის ასეთი სპეტაკი სახე არასდროს არ მინახავს სულ იცინოდა სულ მყიარული იყო ამდე 4 შვილი ყავდა ხარობდა რამდენი წლის იყავით 13 წლის ვიყავი მახსოვს რომ თბილისში წამოვედით თბილისში ხუდუშაურის კლინიკაში მე რო საავადმყოფოში ვიყავი მაშინ ჩხეიძის ქუჩაზე იყო და აი ამ კლინიკაში მივედით და დაგვაწვინეს მახსოვს რომ დედა როგორი თეთრიც იყო მაშინ ისე მახსოვს მთელი ის პერიოდი ფერი არასდროს არ მომატებია ვიწექით კარგა ხანი დავდიოდით ონკოლოგიურ საავადმყოფოში ანუ აღმოჩნდა რომ სიმსივნე იყო სიმსივნე მქონდა ძვალში წივის ძვალში და მახსოვს ჩემთან ერთად იყო 13 წლის გოგო იყო ისიც მზია. მოკლედ ორი პაციენტი ვიყავით, რომელიც ახლოს ვიყავით ჩვენი მშობლებიც დაახლოვდა და ერთად დავდიოდით ონკოლოგიურში და მოკლედ ერთ დღესაც დანიშნეს მე და მზიას უნდა გაეკეთებიათ ძვლის ნაწილაკები უნდა ამოეღოთ და უნდა დაეთესათ და მახსოვს ერთად წაგვიყვანეს, საოპერაციო შეგვიყვანეს და პასუხები ერთად უნდა მოსულიყო. და მახსოვს, როდესაც აი დედა ჩემი და ამ მზიას დედა ერთად არიან, ერთად შევიდნენ ექიმთან და 9 საათის შემდეგ ვხედავ დედა ჩემს, რომელსაც მზიას დედის ხელი აქვს ხელში დაკავებული. ყველა უყურებდა ამ პროცესს და ყველა ხვდებოდა რაღაცას, ზოგი ტიროდა, ზოგი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ მე რა ხდებოდა, ბავშვი ვიყავით, თამაში მინდოდა, ჩასვლა მინდოდა, ამ კლინიკიდან გაღწევა მინდოდა და მოკლედ ბოლოს გავიგეთ, რომ აი დედამ მითხრა, რომ მზია არ არის კარგად. მაშინ მე დამიდგინდა ისეთი ცუდი სტადია, რომელიც განიკურნებოდა, მაგრამ მზიას ვერ. და მახსოვს მესამე დღეს ჩვენ დავრჩით კლინიკაში და მზია გაწერეს, მახსოვს გავაცილე, ბოლომდე მივსდევდი მთელი ჩხეიძის ქუჩა, სანამ ხიდი არ უკავშირდებოდა ამ ქუჩას და აი მივსდევდი, მაგრამ მზია მემშვიდობებოდა და თან დედას ეუბნებოდა, რატომ მივდივართ. ჩვენ აღარ ვიცით შემდეგ, ალბათ დედა ჩემმა იცის, მაგრამ მე აღარ ვიცი, მე მზიას რა ბედი ეწია. მე მახსოვს, რომ ქირურგი იყო თამას ჭოლოკავა და აი ამ კაცმა გადამარჩინა. ოპერაცია გაგიკეთეს. თამას ჭოლოკავა მიკისრა ჩემი ოპერაცია, ალბათ მისი შვილები არიან თბილისში ცხოვრობენ და მე მათი მადლიერი ვარ, იმიტომ რომ თუ მათი ბაბუა მე ისეთი რამ გამიკეთა, რომ გადამარჩინან მისი შვილიც იქნება ცოცხალი და მე ყოველთვის მოსახსენიებელში პანაშვიდებს უხდი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მადლიერი ყოველთვის უნდა იყო იმ ადამიანის, რომელიც ცვლის შენ ცხოვრებას, ან რაღაც ცვლილებას ახდენს შენ. ამიტომ როცა სხვას აფასებ და აღიარებ მის შრომას, მე შენც გიფასდება შრომა. დავიბადე და ცოტა არ იყოს ნაფერები გაზრდილი ვარ. აი ლადოს რამე არ მოაკლდეს, ჩემს საწოლის ქვეშ ყოველთვის იყო ტკბილეული, მხილი, ან გოგუებსაც რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით თან ნაბოლარა იყავით. ნაბოლარა და ის არ ვიცოდი რომ აი ბოლოს
აი ასეთი გათამამების შემდეგ ბოლოს რა მელოდა ისიც არ ვერ ხვდებოდი, აი ძალიან მაგარი ცხოვრება იქნებოდა მეგონა. ამიტომაც ჩემს მაგალითს ხშირად ჩემ მოსწავლეებს ვეუბნები, რომ აი არ ვიცით რა მოხდება შემდეგ. შენ ეხლა კი ფიქრობ, რომ ცხოვრება ძალიან მარტივია, დედა, მამა, თუნდაც მასწავლებელი გარიგებს, მაგრამ როდესაც მარტო რჩები, შემდეგ რამდენად ხარ ცხოვრებისთვის მზად, აი მაშინ ხვდები. და აი ჩემს ცხოვრებაში ასე მოხდა, როდესაც უკვე უნივერსიტეტში სწავლობდი და აი ბოლო კურსზე ვიყავი, უცებ დედა გარდაიცვალა, სრულიად ახალგაზრდა, 50 წლის. შემდეგ მამა ჩემმა ვერ გაძლო დედაჩემის გარშე და რამდენიმე ერთ წელიწადში თავი თვითმკვლელობი დაასრულა და აი ამ დროს ყველაზე მეტად ამ დროს მჭირდებოდა მშობლები და ამ დროს მჭირდებოდა გვერდში დგომა, მაგრამ დავრჩი სულ მარტო ოჯახში. ჩემი სამი და უკვე გათხოვილი იყო, შვილები ყავდათ. დავჯერქი სახლის წინ და ვფიქრობ, რომ და მაშინ ჩემ თავს უთხარი, რომ მე არ ვიყავი მზად ცხოვრებისთვის. ეს იმდენად კარგი დარჩა ჩემი შემდეგი ცხოვრებისთვის, როდესაც აღიარებ, რომ შენ არ ხარ მზად ცხოვრებისთვის. რატომღაც მეგონა, რომ აი მე ვერაფერს ვერ შევცვლი, მე ამას ვერ გავაკეთებ, და უცებ უთხარი, ყველაფერს შეცვლი, მაგრამ ჯერ არ ხარ მზად. ამიტომ აუცილებელია რომ რაღაც უფრო მეტი ცოდნა შეიძინო, რაღაც წახვიდე, რაღაც არაკომფორტულ მდგომარეობას ჩააყენო შენის. ხო, ნუ კომფორტის ზონიდან გამოხვიდე, ხო? მზად არ ვარ ცხოვრებისთვის და რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ უფრო წინ წავიდე. პირველ რიგში გადავწყვიტე, რომ მოხალისე მასწავლებელი გავხდარიყავი და ეს გავაკეთე ჩემს სოფელში, სოფელ ნიგზიანში, წავედი ჩემს ამხსდელ მასწავლებლებთან, ვინც მე გამზარდა. ფიქრო ჩხარტიშვილი ქიმიის მასწავლებელი იყო იმ დროს დირექტორის მოადგილე და აი ფიქრო მასწავლებელს უფრო მივეთბე და ფიქრო მასწავლებელმა მითხრა, რომ მეც ასაკში ვარო და აი დამეხმარე ლადო შენ სტუდენტობა ახალი დამთავრებული და მაშინ იყო მხიართა საზრიანთა კონკურსები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში და აი ჩაუდექი სათავეში მე რაღაცებს და აი ამ დროს, როდესაც სამ სკოლაში ერთი წელი რომ ვიყავი მოხალისე, ყველაფერს უკვირდებოდი. აი უკვირდებოდი იმას, რომ ღონისძიებები რო იყო, მოსწავლეები არ იჯდნენ წინ. ანუ მოსწავლეები ფეხზე იდგნენ უკან და ხმაური იყო ყველა ღონისძიებაზე, ეს ახალწლო კარნავალი იყო. ეს იმიტომ იყო, რომ სკოლა ხო მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს, მაგრამ იმ პერიოდში არ იყო მოსწავლეზე ორიენტირებული. აი პირველ რიგში ჩემი დირექტორი და შემდეგ სასწავლნაწილები მეორე რიგში მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები. ხო, ეს იმდროინდელი მიდგომები იყო. და აი მაშინ ხვდებოდი, რომ მოსწავლეები რო დავაჯინოთ წინ და მასწავლებლები უკან იჯდნენ, აი უფრო ხმაური აღარ იქნება. და გააკეთეთ ეს მაშინ? თუ ვერ შეძელით? არა, იმ პერიოდში რა თქმა უნდა ფიქრო მასწავლებელთან თანამშრომლობით გავაკეთეთ ეს და პატარა ექსპერიმენტი გამოგვივიდა და სრული სიჩუმე იყო და მასწავლებლები მართლა გაუგნებული იყვნენ, რომ რატო არ იყო ხმაური. იმიტომ ბავშვები უკან არ იდგნენ ფეხზე. წინ იყვნენ და სადაც პროცესები ხდებოდა, ყველაფერს კარგად უკვირდებოდნენ, ეს ბავშვები ესმოდათ, ხედავდნენ და შეიგრძნობდნენ. და როცა არც ესმის, არც ვერ ხედავს, უკან მერე ხმაურია და აი ხო, უინტერესოა ეს ყველაფერი და შესაბამისად რაღაც აინტერესებს. სასკოლო ღონისძიებები სწორედ ხმაურით გამოირჩეოდა ყოველთვის. მერე უკვე საათები გამოჩნდა რელიგიის ისტორიის, ამ დროს სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდი ვანი ბაღდადის სემინარიაში. იქ დავამთავრე და უკვე რელიგიის ისტორიის საათები მოვიდა და აი რელიგიის ისტორიის საათები იყო თითო კლასში 1 საათი და მაშინ მახსოვს რომ 5 სკოლაში დავიწყე მუშაობა. მერე სამოქალაქო განათლება შემოვიდა, მერე ჩვენი საქართველოს შემოვიდა და აი დღემდე ასე ვარ მასწავლებელი, რომელიც ძალიან ბევრი რთული გზა გამოვიარე იმისათვის, რომ მე გამხდარიყავი პედაგოგი. გამარჯობათ. როგორ ახართ? მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩავატარეთ გუნდური მუშაობა
და ამ გუნდური მუშაობით ჩვენ ერთმანეთისგან ვისწავლთ. ჩემ მოსწავლეების პერიოდიდან უბის სიგნალში რომ მეწერა რაც არ მომწონდა იმ პერიოდში. სკოლის მიდგომები, მასწავლებლის მიდგომები, საერთოდ სკოლის მიმართულებები და უბის სიგნაკმა, რომელიც მერვე კლასში წერდი, ყველაფერი ამოყარა და დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ცვლილებები მომახდინა იმ სკოლაში, სადაც მე მუშაობდი და აი ძალიან მიხარია, რომ 2000 წელს დავიწყე მუშაობა მასწავლებლად და 2003 წელს უკვე ბანაკები მქონდა, სადაც 21 დღის განმავლობაში მიმყავდა ბავშვები, მაშინ სოციალურად დაუცველი ბავშვები არ იყო, მაგრამ ყველა ვიცოდი, რომ ვინ იყო უფრო შეჭირვებული, ვის უნდა დახმარება და აი ბავშვებს სწავლების დროს ვეკითხებოდით, აი სად ისვენებთ თქვენ არადროს არ ვართ დასასვენებლად, არ იცოდნენ რა იყო წაღვერი. მიყავდათ ეს ბავშვები? ვეძებდი ჩემს მუნიციპალიტეტში რაღაც ორგანიზაციას დაწესებულებას, რომელიც ფულს აკეთებდა იმ დროისთვის. აი მაგალითად იყო სუფსაში იყო ერთ-ერთი საწარმო შებენის ქარხანას ეძახოდნენ და ის მივდიოდი მაგალითად რომ მოგვეცე 500 ლარი და 500 ლარით წავიყვან ამდენ მოსწავლეს და ისინი მეუბნებოდნენ კაიშვილო, კარგად ბრძანდებოდა და წარმოიდგინე ყოველ ერთ და იმავე დროს მივდიოდით. ყოველ 3 საათზე სკოლა გამოვიდოდა თუ არა 3 საათზე იქ ვიყავი და ყოველთვის ვხვდებოდი და ვეუბნებოდი გამარჯობათ, მე ვარ ლადო აფხაზავა, მოსწავლეები მინდა წავიყვანო აბასთუმანში 21 დღის განმავლობაში, კარგად ბრძანდებოდეთ, კურსაც არ. მეორე დღესაც მივიდოდი და ასე ვიარე 16-ის დღე. და მე-16 დღეს უკვე 1500 ლარი გადმომცეს, რომ ეს ბავშვები წამეყვანა. ეს გაჭირდა პირველად. პირველი დაფინანსება გაჭირდა, თორემ შემდეგ უკვე მეორე წელს თავისით მოდიოდნენ, თავისით საკვებიც ამოქონდათ, სხვადასხვა და მერე იყო მუნიციპალიტეტმაც დაიწყო დაფინანსება და წარმოიდგინეთ დღემდე 760 ბავშვია, რომელიც ამ ბანაკში, ლადოს ბანაკში არის ნამყოფი და აბასთუმანში, წაღვერში, ახალდაბაში და აი ამ ბანაკის დროს ცდილობდი რომ არაფორმალური ელემენტები შემომეტანა, არაფორმალური განათლების ელემენტები. აი სკოლაში როცა ჩავატარებდი გაკვეთილს და არაფორმალურ ელემენტებს შევიტანდი, ხო, უკვე ხმაურია, რატო აკეთებთ ამას, ჯგუფური მუშაობა. იმ პერიოდში არ იყო სკოლა მზად, ყველას ეგონა რომ ბუზის გაფრენა უნდა ყოფილიყო გაკვეთილზე და გაკვეთილი არის მუშა პროცესი. რაც უფრო ხმაური გამოდის, ისე იგი მუშა პროცესია. 3 გუნდს რო აკეთებდათ 5 ბავშვი არის, ხო, ისინი თანამშრომლობას სწავლობენ ამ გუნდური მუშაობით. კონფლიქტები წარმოიშვებდა, ამ კონფლიქტების მოგვარებას სწავლობენ, ერთმანეთის აღიარებას სწავლობენ. ანუ გუნდური მუშაობით და ჯგუფური მუშაობის დროს ძალიან ბევრი უნარჩვევებს აძლევდი და არაფორმალური განათლება სწორედ ეს არის, რომ მარტო ცოდნაზე ორიენტირებული კი არა, არამედ ცოდნასაც აძლევ, უნარჩვევებს და დამოკიდებულებებსაც უქმნი და ეხლა უკვე შემოვიდა ის, რომ ქმედით ქცევაში გადააქვს. აი როგორ თქვა, აი ქმედითი ქცევა არის, როდესაც ბავშვს დასუფთავების აქციაზე წაიყვან და ნარჩენებს აიღებს, ნაგავს აიღებს და უკვე მერე მის ცხოვრების წესად იქცევა. მოდი თქვენი სათქმელი გადმოეცით პოსტერებით. ჩვენ გვაქვს სახებავები, ფუნჯები, სხვადასხვა ფლომასტერები, დავტოვოთ ის მესიჯები, რაც მესიჯებით თქვენ გაქვთ მომავლისთვის სათქმელი. აი, სად გავაკრათ, აბა თქვენი აზრით? ხო, კარგი, ერთი აქ გავაკრათ. მოდი ერთი. ლადო, თქვენ როგორი ბავშვი იყავით? საინტერესო, აი, როგორი დამოკიდებულება გქონდათ მასწავლებლების მიმართ და თუ ყავდათ აი გამორჩეული პედაგოგი, რომელმაც თქვენს უკვე შემდგომ საქმიანობაზე ვთქვათ რაღაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა, იმიტომ რომ გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ვიცოდიო, რომ პედაგოგი უნდა გამختارიყავიო. პედაგოგობაზე ვფიქრობდი მე-7 კლასიდან. და სწორედ აი ამ კლასებიდან შემოვიდა ის მაგარი მასწავლებლები, თუმცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თუ ძლიერი სკოლა არის, ნამდვილად არის ის სკოლა, ნიგვზიანი საჯარო სკოლა,
ძალიან ძლიერი და აკადემიური და ძალიან მაგარი მასწავლებლები მუშაობდა და მუშაობს დღესაც. რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს და მიყვარს ის მასწავლებლები, მაგალითად, ჩემი კლასის ხელმძღვანელი, რომელზეც დღესაც კი ნერვიულობ, რომ ჩვენი კლასის დამრიგებელი იყო და ახლა კიდევ სხვა კლასების, რატომ ვეჭვიანო. ლიანა კასრაძე იყო ასეთი მასწავლებელი და არის ეხლაც მუშაობს და ძალიან მაგარი ქალბატონია. ამირან დობორჯგინძეს სკოლის დირექტორი მაშინაც იყო და ეხლაც არის და ძალიან კარგად გამოიყურება ფიქრო ჩხარტიშვილი და ნუ ჩემთვის განსაკუთრებული მასწავლებელი მაინც ანზორი მასწავლებელია რომელიც დღეს არ მუშაობს ფიზიკა მათემატიკას ასწავლიდა რომელმაც სრულიად შემცვალა მისმა დამოკიდებულებებმა მისმა არაფორმალურ განათლების ელემენტ აი მე შეიძლება ვამაყობ რომ აი 2000 წლიდან რაღაც არაფორმალურ განათლებაზე ვფიქრობდი მაგრამ ანზორი მასწავლებელი ჩემს მოსწავლეობიდან ნერგავდა და აკეთებდა ამ ყველაფერს და სწორედ აი შთაგონება სწორედ ანზორი მასწავლებლიდან მოვიდა და ის ვერასდროს ვერ ვამბობ რომ ის უკვე აღარაა ჩემი მასწავლებელი დღესაც არის აი გაჭირვების დროს ისეთ დროს ყოფილა რომ ხან რაღაცით გეხმარება ხან გირეკავს ხან და არასდროს არ მიძახის ლადოს ან ვლადიმერს მეძახის ლადუნას და ეს მასწავლებელი ჩემთვის არ ვიცი მუდამ დარჩება პედაგოგად ძალიან მაგარ პედაგოგად და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ანზორი მასწავლებელო იმისათვის რომ არსებობდა ძალიან ბევრი თაობის ცხოვრება შეცვალე მათ შორის ჩემი ცხოვრებაც რა მაგარია ეგეთი მასწავლებელი სასწავლო ნაწილო მივდივარ ოკუპაციის მუზეუმში ბიჭო რა გაწვიმდა დღეს ამ ბანერზე აწერია რომ ოკუპაცია კვლავაც გრძელდება და აი მავთულ ხლართებში გადაწოდებული წითელი კვერცხი აღდგომოთ ასევე სასაფლაოზე ვერ გადის თავისი წინაპარის სასაფლაოზე სანთელიც კი ვერ დაანთეს ჩვენ ყველა ადამიანები მაინც ბავშვობის მოგონებებით ცხოვრობთ ამიტომ მე ვცდილობ ვიყო მასწავლებელი რომელიც აი ბავშვების პერიოდს გაულამაზებს გაათამამებს შეაძლებინებს მოასინჯვინებს რაღაცაზე გავიდეს და კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, რაღაცა ხელი შეუწყოს, ან სტიპენდია გადაუხადოს, ან რაღაც ისეთი დაიწყოს, რომელიც მერე მაგალითს მისცემს და ცოტა რთულია დღევანდელ საქართველოში ეს გააკეთა. ცოტა ძალიან რთულია. ხო, აი მაგალითად პანდემიის დროს რომ იები დაურგე, მთელი სოფელი დამცინოდა. იმიტომ რომ იები მქონდა, რომელსაც ვყიდდი ქალაქებში და მე ინტერნეტის ურიცხავდი და პირველად დამცინოდნენ, მე უკვე დამიპირისპირდნენ, კაცო, იმას რო ჩაურიცხე, ჩემი შვილიშვილს რატო შენ ხელფასი გაქვს და შენი შვილიშვილს უყიდე, ხო? ნუ მიპირისპირდები ამის გამო, იმიტომ რომ შენი შვილიშვილი ყოველთვის ესწრება და იმ სხვა ანუ და ამ დაპირისპირების მერე მიხვდნენ რომ მე არ ვჩერდებოდი და მე ჩემთან ერთად დაიწყენ ბრძოლა და სკოლა სურათი მაქვს რომ სკოლა პანდემიის დროს სკოლის უკან არის მაგი და პირბადებით ვარ და უკვე ერთად ვგავთ იმ მასწავლებლებთან იმ მშობლებთან ერთად რომლებიც ზოგიერთი მათგანი დამცინოდა მაშინ და აი ცვლილებები სწორედ რთულია საქართველოს ცვლილებების დაწყება იმიტომ პირველად აქცინებენ ერთადერთი გამარჯვებულია ვლადიმერ აფხაზავა. გილოცა ვლადიმერ! მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და სოფლიოს 10 საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდით. ნუ არ ვიცი, მე რომ მახსენდება ეს ემოციურად, ჩემთვის ეს იყო აი არ ვიცი, რომ ვუყურებ, ვუსმინე ამ ინფორმაციას. ნუ იყო ძალიან დიდი სიამაყის განცდა, რომ აი სოფლიოს 10 საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელდა ქართველი მასწავლებელი. თქვენთვის რა იყო ეს ყველაფერი? ჩემთვის ერთი დიდი თავგადასავალი იყო, რომელიც ძალიან კარგად დასრულდა. საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლადვა.
როცა ვარ ჩაფიქრებული და ხშირად ვამბობ, რომ ეხლა ეს ყველაფერი დასრულდა, სწორედ მაშინ იწყება. რაღაც ახალი, რაღაც უჩვეულო, რაღაც საინტერესო და ეს თავგადასავალი იყო ჩემთვის თავგადასავალის კიდევ გადასავალი. იმიტომ რომ მე არ ვიყავი მზად ამისთვის. წარმოიდგინეთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამოცხადა საქართველოში და მახსოვს ისეთ დარბაზში ვარ, 1000 მასწავლებელია პავლიონში, უამრავი და ამ დროს გამოდის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი ირინა ხანთაძე და ამბობს, რომ აი ცოტა ხანში დაიწყება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფლობელი, იგი კონკურსი, რომელიც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს საქართველოში და გთხოვთ განაცხადი გავაკეთოთ და მახსოვს, როცა ამას ვისმენდი, ჩემ თავზე კი არ მიმიღია. მე მივხვდი, რომ აი ამ 1000 მასწავლებლიდან აუცილებლად იქნებოდა ვიღაცა, 1-30 მაინც, ვინც შეავსებდა ამ აპლიკაციას და მახსოვს ასე ავდექი და ამ მასწავლებლების სახებს ვიმახსოვრებდი, ნამდვილად ვიღაცა აქედან იქნება მეთქი. თუ ჩემ თავზე საერთოდ არ მიფიქრია. და მახსოვს ერთ-ერთმა ადამიანმა პირველად კი არ მითხრა, რომ შეავსე ეს აპლიკაცია, არამედ მითხრა, რომ რაღაცა სკოლაში რო აკეთებდი, ხო, რაღაც დემოკრატიული რევოლუცია მოვახდინეთ, რაღაცა ეს პროექტები გავაკეთეთ და მოდიო ეს ჯილდოზე. ხო იცი ამის ინფორმაცია? კი, ვიცი მეთქი და მიდიო საინტერესო იქნებაო, წარმოიდგინე აპლიკაციას გადმოწერ და უნდა შეავსო. და მეც ავდექი და შევავსე მთელი ჩემი განვლილი მასწავლებლობის პერიოდის პორტფოლიო გავაკეთე, იმიტომ რომ რა პროექტები ვქონდა, რა აღირებულებებს, რა გამჭოლ კომპეტენციებზე მუშაობდი თურმე ჩემ ცხოვრებაში და რაზე ვაკეთებდი და ისეთ პროექტებს ვაკეთებდი, რომ ადამიანურ ღირებულებებს ვაძლევდი ბავშვებს. თორემ რაღაც ჩემზე მაგარი მასწავლებლები არსებობს საქართველოში. ანუ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფლობელობა იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ ყველაზე განათლებული მასწავლებელი ხარ საქართველოში. არა, არამედ რაღაცით გამორჩეული სხვისგან. და ჩემი ერთადერთი პლუსი ის არის, რომ ისეთ პროექტებს ვაკეთებდი, რომლითაც ადამიანურ ღირებულებებს ვაძლევდი ბავშვებს. ეხლა დავლებ კოკა-კოლას, ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი სასმელია. მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ მაღალანაზღაურებადი გქონიათ შემოთავაზებები და ასე შემდეგ, დარჩით მაინც თქვენ სოფელში, თქვენს კუთხეში, არ მიატოვეთ თქვენი კუთხე და აი ყოფილა შემთხვევები, რომ სახლში მისულს ჩაჭრილი დაგხვედრიათ შუქი. კი. იგივე ხშირად არ გქონიათ გზის ფული. ხო, არა, მესმის, მაგრამ აი ვიღაცა თქვენს ადგილას ალბათ იტყოდა, რომ ნუ მაქვს შემოთავაზება და წავალ. რა არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც თქვენს მშობლიურ კერას არ ტოვებთ? არ ღალატოთ. მე ვფიქრობ, რომ როცა ადამიანი რაღაც წარმატებას მიაღწევს და მე რაღაც მის განვლილ ცხოვრებას ფეხს კრავს, ესეც არ შეიძლება. და მე პირადად ჩემს მაგალითზე ის არის, რომ მე ცვლილებები მინდოდა ჩემს მუნიციპალიტეტში, იმ სკოლაში, სადაც მე ვასწავლით, თორე თბილისში ყველაფერი ცვლილებები სხვადასხვა კერძო სკოლებში, მაღალი ხელფასები. ალბათ უფრო კერძო სკოლებში, ვიდრე საჯარო კერძო სკოლებიდან იყო შემოთავაზება, სადაც შეიძლება წამოჭიმავდნენ ჩემს სურათს და რაღაც ცოცხალი დეკორაცია უფრო ვიქნებოდი. გლობალური ჯილდოს ეს ჩვენთან მასწავლებელი არის და მე ცვლილებები მინდოდა და იმ სკოლის უფროს მას რომ სჭირდება ის ცვლილებები უნდა. ამიტომ ჩემთვის ხელფასი არ იყო, თორემ აი ყველაზე მეტად ხალხს რომ მილიონერი ვეგონი რომ $1,000,000-ზე ვიყავი წარდგენილი და მე ვფიქრობდნენ 100,000 მაინც მისცემდენო და ერთი ბუმი რომ იყო ლადო აფხაზავამ კაი მდიდარი, აი იმ პერიოდში შუქი მქონდა გადაჭრილი და სანთელი მენთო და მეზობელი მეუნება ლადო შენ მაინც აღარ გიჭირს და აი სანთელი ვერ ვამბობდი რომ შუქი გადაჭრილი მაქვს მეთქი. ჩემთვის ცხოვრებაში ფულს არასდროს არ ქონია დიდი მნიშვნელობა, რა, აი ფული უნდა მქონდეს, თორე ცოტა ფულზე ორიენტირებული რო ყოფილიყავი, ალბათ იმ პერიოდში ყველაზე მეტად რომ მიჭირდა, მაშინ იყო $5,000 ხელფასი, შემოთავაზება იყო ბინის და ახლა საკვები კი იყიდე შენო მითხრეს, მაგრამ
ვერ გადავდგე ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ აი უკვე დახამება იქნებოდა და მიატოვე შენ სადაც ცვლილებები დაიწყე და შუაგზაზე მიატოვე. რაღაც ასე გამოდიოდა. პირიქით ისეთ გაჭირებულ სკოლაში წავედი, სადაც ბავშვები არ არის და დღესაც ვარ იმ სკოლაში, ერთ-ერთ სკოლაში, სადაც 58 ბავშვია ახლა ამ წუთას. სულ რამდენი სკოლაში ხარ? სამ სკოლაში, იმიტომ რომ მცირე საათები აქვს სამოქალაქო განათლება და შესაძლებელია რომ სამ სკოლაში ჩაატარო. ამიტომ და ხო დიდი შემოსავლები, ძალიან დიდი შემოსავლები არ მაქვს, რომ მქონდეს დიდი შემოსავლები, მაშინ ერთ სკოლაში ვიქნებოდი. აი ეს სასამართლოზე გამოვიყენე ის, რომ აი დიდი შემოსავლები რომ მქონდეს, მაშინ ვიქნებოდი ერთ სკოლაში, მაგრამ არ მაქვს და ამიტომ ვერ გადავიხდი ამ 5000 ლარს, მაგრამ მე ხო, მაგრამ მოხდა მართლა საოცრება. აი სოციალურ ქსელში რომ გავხსენი მეორე დღეს და რომ წავიკითხე რომ აი ესე თითო ლარი შეგროვდა 5000 ლარზე თან. ხო, ლარნახევრით შეგროვდა იმაზე მეტი ვიდრე იყო ჯარიმა. ნუ ეს არის აი წარმოუდგენელი სოლიდარობის მაგალითი, ხო, რაღაცნაირად ამ ბოლო პერიოდში პრინციპში ხშირად ვხედავთ ამ სოლიდარობის მაგალითებს და ჩვენ ძალიან ემპათიურები ვართ ერთმანეთის მიმართ. ჩემს გვერდით ცხოვრობს ძალადობა გამოვლილი ბავშვები. ვცდილობ რომ პროფესია მოუძებნო, ვცდილობ რომ ვუმკურნალო და 2024 წლის მაისში, როდესაც აღდგომის დღესასწაულზე დედაჩემისა და მამაჩემის საფლავზე მივდიოდით, ჩემთან ერთად იყო ჩემი ბიჭიც ლევანი და თავს დაგვესხე. გამილახეს ძვლის გადარჩენილი ბიჭი, რომელზეც მე ჩემი არასოდეს არ მithქვია. არასოდეს ძალიან ბევრი წარმატება მოსულა ჩემს თავს, მაგრამ არასოდეს არ მithქვია, რომ მე დედაჩემის და მამაჩემის სიყვარულის დროს შეძენილი და გაკეთებული სახლი გავყიდე ხვისიშვილისთვის და ვუმკურნალე. მე ჩემ თავს არ ვეკუტნი, მე ვცხოვრობ ამ ბავშვებისთვის. პირველად მიწევს ჩემი თავის დაცვა ამდენი ხნის განმავლობაში. არასოდეს დამიჯერეთ თავი, არასოდეს არ დამიცვია, მაგრამ დღეს იძულებული ვარ დავიცვა. რაღაც სასამართლოზე მივიხედე უკან და ნახე რომ არავინ არ იღებს. არ გადაღება არ ხდება და ერთი რაღაც ანათებდა, ერთი შუქი და მე თქვი ალბათ რაღაც ანათებდა ეს შუქი იმას მოსამართლეს და მე თქვი ალბათ სასამართლოში ეს მოსამართლე უნდა იყოს განათებული, ნათელში უნდა იყოს, ვფიქრობ და ალბათ ეს გადაღება და თურმე ვიღაც ერთ-ერთი ტელევიზია მიიღებდა და აი რაღაცნაირად თამამად დავიწყე ლაპარაკი და იქ თქვი რომ აი დღეს ხო ძალიან ემოციური იყო თქვენი სიტყვა სასამართლოზე, აი ის სახე თქვენი არ დამოვიწყდება, რაღაც უსამართლობის განცდა რო გაქვს და თან უძლური რო ხარ ამ ყველაფრის მიმართ გაწყდება. რატო იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია. მთელი ცხოვრება რო ბრძოლობ, რომ შენი ქვეყანა წარმოაჩინო, შენ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთო, შენი ქვეყანა რომ ყოველ შენ სიცოცხლეზე უფრო მეტად რო გიყვარს და ყველაფერი გემეტება, თუნდაც იმ ერთ ბავშვი რომ შენ სამშობლოს ხედავ და ის არ უნდა გაიზარდოს ცუდი რაღაცები, არ უნდა დააშაოს, რაიმე კრიმინალური რაღაცებში არ ჩაერთოს, შენი ქვეყანისთვის აკეთებ, ხო? და უცებ არაფრის გამო გიხდება თავის მართლობა. ხო, აი შენი ქვეყანა რო გასამართლებს. ეს იყო ალბათ ბევრჯერ მომკვდარ ცხოვრებაში, მაგრამ ერთ-ერთი სიკვდილი ნამდვილად იყო ჩემთვის. მთელი 6 საათი ვიყავი განადგურებული. იმიტომ რომ გასამართლებს შენი სახელმწიფო, იმიტომ რომ სოლიდარობა გამოუცხადე სიცოცხლეს. ერთ-ერთი დაჭერილი მზია ამაღლობელს, რომელიც რამდენიმე დღის ნაშიმშილები იყო და მას თანდები დაავადებები აქვს და მისი სიცოცხლე რო გადარჩეს და ამ სოლიდარობის გამო, როდესაც ისჯები. არც შენი არ აინტერესებს არაფერი, უბრალოდ იქ არის წინასწარ და აი არც რადასამალი არის ის რომ
საქართველოს ყველას გვიჭირს და მით უმეტეს მასწავლებელს. ხო, მაგრამ აი ეხლა მთელი ინტერვიუს განმავლობაში ვისმენთ თქვენს თავგადასავლებს და აი თითქოს რაღაცნაირი სასწაულები ხდება, ხო? თქვენს ცხოვრებაში, აი რაღაცა კონკრეტული, ვთქვათ, ამბის შემდეგ ხდება რაღაცა ძალიან დიდი სასწაული და ისეც იყო, როცა ვფიქრობ, რომ აი შენი ქვეყანა გასამართლებს და всё დამთავრდა შენი ცხოვრება, აი უცებ იწყება რაღაც ახალი. კი, ნამდვილად. აი მე რა ვიცი, ღმერთს ვევედრები ყოველთვის, რომ ძალიან ბევრი რამ დასრულდეს, რომ დაიწყოს ახალი. სხვათა შორის აი იმ პოზიტიური გაგრძელების გარდა, ვთქვათ, იმ ლარნახევრით შეგროვებული ჯარიმის გადასახადი, კიდევ ერთი ისტორია მახსენდება, ველოსიპედი რომ მოგპარეს და უცებ ხო, აი ამ ძალიან ესეთი საჩუქარი რომ გაგიკეთეს ქართველმა ემიგრანტებმა. ხო, რადგანაც ვიფიქრე, რომ უკან არავინ არ იღებდა, ერთს ვერავინ ვერ გახმოვანდებოდა და მე მართლა არ ვიცოდი ეს სასამართლო პროცესზე თუ გადაღება ხდებოდა და რაღაცა და ძალიან ისე არხეინად ლაპარაკობდი, რაც გულიდან ამოდიოდა, ყველაფერი ვთქვი. თუნდაც ის ველოსიპედი და აი 17,000 მასწავლებელი რომ როდესაც შენ ლარნახევარ ჩაგირიცხავს, ისე იგი ის შენი მხარდამჭერია, ის რაღაც უნდა გააკეთოს და 500-მდე სკოლის დირექტორიდან რომ 100 ლარი ჩაგერიცხება. ძალიან მაგარი მხარდაჭერა და ძალიან მიხარია ამ ხელა სოლიდარობა, მარტო 17,000 მასწავლებელს ლარნახევარი კი არ ჩაურიცხია, 61,000-მა კაცმა ჩარიცხვა ჩვენთან თანხა. და მე შევეცადე რომ ჩვენთან ერთად ვინც დაჯარიმდა და სასამართლო პროცესებზე ჟურნალისტები იყო და ადამიანები რომლებიც ჩვენთან ერთად გასამართლდნენ იმათაც ჩაურიცხეთ თანხა და მე მიხარი ერთი კარგი რამ გამომივიდა რომ სიმსივნით დაავადებული ქალბატონები რომელიც დედაჩემი სიმსივნით გარდაიცვალა და შევძელი 7 ადამიანის დახმარება და თუ ვინმე სოლიდარობის მიზნით ჩემთან ჩარიცხეთ იცოდეთ რომ თქვენი გადმორიცხული თანხები სხვადასხვა ისეთ ადამიანებს გადაურიცხეთ რომელიც თქვენ მოგდაგეწერებათ ის მადლი იმიტომ რომ მარტო ლადო აფხაზავა ვერაფერს ვერ იზამდა და ამიტომაც ვითხოვე დახმარება თქვენი ამ ყოფითი პირობების მიუხედავად აუცილებლად უნდა გავიხსენო თქვენი პოსტი. როდესაც ფონდი შეიქმნა უკრაინის დასახმარებლად და მაშინ ძალიან იმოქმედა ჩემზე აი დედის ბეჭედის გაყიდვამ აი არ ვიცი ძალიან ემოციური იყო რა მოკლედ რა აი მაგაზეც რომ მომიყვეთ როგორ გაიმეტეთ დედის ნაჩუქარი ბეჭედი თუ დედის ნაქონი ბეჭედი ასე პირველად რომ დავფიქრდი უკრაინაში რომ შეიჭრა თქვა რუსეთი პირველად არ ვფიქრობდი საერთოდ აი უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი რომ რაღაც გამომიჩნდეს რომ რაღაც ჩემი წილი რაღაც გავაკეთო ხო და აი დედა როდესაც კვდებოდა მახსოვს ბეჭედი მოიძრო და მითხრა რომ ეს ბეჭედი შეინახე და მაშინ გაყიდე როცა ძალიან გაგიჭირდება და მე მგონი არ გაგიჭირდება მოკლედ დედის ბეჭედი შენახული მქონდა ასევე გლობალური ჯილდოს მონეტა რომელიც ოქროს არის და ძვირი ღირს მაგრამ მოკლედ ეს ორი ნივთი დავდე. მე განსაკუთრებული არაფერი არ მქონდა, იმიტომ რომ მშობლების ავადმყოფობის დროს რაც კი ღირებული იყო სკოლის სახლში, ხო, ყველაფერი გაყიდული მქონდა და მარტო ეს ორი ნივთი მქონდა. ხო, ყველაზე ღირებული დედაჩემის თმა, რომელიც დღესაც შენახული მაქვს. ჩემთვის ყველაზე ღირებული ეს თმა არის, რომელიც ჩემთან არის მუდმივად. მოკლედ ეს სტატუსი ჩაუვარდა ხელში იმ 10 მასწავლებელს, რომელიც გლობალურ ჯილდოზე 2019 წელს ერთად ვიყავით ამ კონკურსში. უბრალოდ დაინახენ ეს ჯილდო, რომელიც გლობალური მონეტა არის და ეს მონეტა ადასტურებს იმას, რომ შენ ხარ განათლების ელჩი მსოფლიოში. და ეს მონეტა ძალიან ბევრს უნდა, მაგრამ ძალიან ბევრმა ვერ მიიღო. და უცებ რო ხედავს ამ მონეტას თავისი ულამაზესი ხუფით
უბრალოდ დაინტერესდნენ და უბრალოდ ყველა მეუნება რომ დავაჭირეთო იმას თარგმნასო და უცებ ხედავენ რომ აი უკრაინაზე წერს და როგორ რაღაც 2500 ლარად ყიდი. მოკლედ ეს ჩემი პოსტი აიღეს გაიზიარეს როგორც ქართული, მაგრამ თავზე დააწერეს, რომ აი მასწავლის ათეული ფინალისტი ლადო აფხაზავა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ბრძოლობს უკრაინის ბავშვებისთვის, მასწავლებლებისთვის და ის აპირებს ამ ნივთების გაყიდვა, მოახდინოს და შემოსული თანხა გადარიცხოს უკრაინის ფონდში. და უცებ წარმოიდგინე 39 ქვეყნიდან რომ გიკავშირდება უამრავი მასწავლებელი. და ერთი კვირის თავზე გავიხედე და უცებ ხედავ რაღაცნაირად გონია 50000 ლარია, მაგრამ ბიჭო რაღაცა კიდე ნოლებია იქ და აი როცა დავინახე რომ პირველად 500000 ლარი იყო, მეთქი არ უნდა გავჩერდე. ლარი კი არა, დოლარი. და არ უნდა გავჩერდე და აი ერთი კვირა კიდევ გაგრძელდა ეს ყველაფერი და თანდათან ქვეყნებიც ემატება. წარმოიდგინე ჯერ 5 ქვეყანა, მერე 11, მერე 17-ზე ადის, მერე 39 ქვეყანაში ეს შენი პოსტი ხედავ, რომ გაზიარება აქვს რაღაც უკვე ნახვები ავიდა მილიონზე მეტ. და ბოლოს უკვე მაშინ გამოვხიზდი, როდესაც ბიჭებმა მითხრა, რომ ეს კარგია რომ ვაგროვებთ, მაგრამ ჩვენ საჭმელი არ უნდა ვჭამოთ. და მოვიხედეთ, ანგარიშზე გვაქვს $700,000-ზე მეტი, კიდევ 22000 იყო. და სახში საჭმელი არ ქონდა, აი ბიჭებს ვეუბნებით, რომ არ ღირს ახლა წუწუნი, ერთი დღე მოვითვინოთ და დავწვეთ ფშივრები. და დილით დავდექით და გამაღვიძე ტელეფონის ხმა. და ეს უცებ ჩაირიცხა პირად ჩემს ანგარიშზე ჩაირიცხა $2000. და გაუცებული ვარ, რომ საიდან რა იქ და უცებ ნახე რომ ამერიკაში ვიმყოფებოდით რაღაც მისიით, სადაც ოჯახებში ცხოვრობდით, მე და რეზო აფხაზავა. და ამ ოჯახში ცხოვრობდა ერთ-ერთი ბიჭი ტობიასი, რომლის ოჯახშიც ვიყავით და ამ ტობიასმა ჩაგვირიცხა თანხა და მე ვიწერ რატო ჩარიცხე? მე ვიცოდიო რაც ფული შემოვიდო და ყველას გადარიცხავდიო და ესო თქვენთვის. მოკლედ ეს იყო რაღაც დაუჯერებელი რამ, იმიტომ რომ უცებ მე მიდიხარ და შენი ბიჭებისთვის ყველაფერს ყიდულობ და ნამდვილად დაიმსახურეს. აი იმ წუთას მე მივხვდი რომ ჩემ ბიჭებს იმ დროს შეეძლო ასე ებრძოლა. მე სხვანაირად მებრძოლა. და ერთი რამ იყო კარგი, ერთად ვზივართ, ტელევიზორს უყურებ და აი უცებ რო წერენ, რომ შენი თანხით უკვე შეისყიდნენ ეს და უკვე თავშესაფრებში მიაქვენ პროდუქტები და უკვე რო ხედავ, რომ თავშესაფარში უკვე მიაქვთ პროდუქტები, წყალი და იმდენი თანხაა, რომ პოლონეთიდან შედის ეს ტვირთი და მწვანე დერეფანიც არის და ლანჩხუთში რო ხარ და უცებ იცი რომ აი ვიღაცამ დალია წყალი, ვიღაცამ შეჭამა საჭმელი და ძალიან მაგარი ძალიან მაგარი შეგრძნება. მე ზოგიერთები რომ ვიღაცები მოგაყოლებდნენ ეს დეგენერატი ფული ქონდა და კიდევ ვიღაცები რო წერდა რომ უკრაინაში რა თუნდოდა გადარიცხვა ამდენი ქართველებს დახმარებოდა ხო? ერთი 6 თვის წინ იმაზე მეჩხუბენ ბავშვებს არ შეიათ საქართველოში და მე რო ფული გადაურიცხემ აი მაშინ მე მოშივდა. ლადო, ბიჭებზე საუბრობდით ახლა თქვენს არაჩვეულებრივ 4 შვილზე. მომიყევით თქვენ ბიჭებზე და ალბათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა 4 შვილის გაზრდა. ეს სხვა თვალიდან დანახული შეიძლება როგორც შვილი, მაგრამ ეს ჩემი მიდგომებიდან უკვე შვილად ვცნობ, თორემ ისე ბიძიას მეძახიან და ჩვენ ერთ დღეს როცა ყველა სახში ვიყავით, მაშინ ვთქვით, რომ თქვენ ხო იცით, რომ მე არ ვარ ბიოლოგიური მშობელი
მე ყველა შენმა მეგობრებმა იცის რომ მე ვარ ლადო, თქვენ სხვა გვარი გაქვთ. ამიტომ მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ თქვენ უნდა დამიძახოთ ვიზია. ერთი კითხვა მაქვს, რაც ყველაზე მთავარია ამ სიტუაციაში. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეს 4 ბავშვი გეშვილოთ? ხო, მცირე საოჯახო ტიპის სახლი ვქონდა, სადაც რამდენიმე წელი ერთად გავატარეთ. ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი, რომ ეს ბავშვები ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები იყო და ყოველთვის ვცდილობდი მენეჯერობის პერიოდში, რომ მათ ბიოლოგიურ მშობლებთან, ნათესავებთან ქონოდათ ამ ბავშვებს მიმღებლობა, ურთიერთობა, თუმცა იმ პერიოდში ვეღარ ვახერხებდით იმას, იმიტომ რომ ზოგჯერ ნამდვილ დედას, მამას არ ეცალა და ვერ მოდიოდა, შენც ვერ მიყავდა, იმიტომ რომ რაღაც სხვადასხვა საქმეები იყო, სოციალური სამსახური არ იყო იმ დროს, თქვათ, რაღაც გვერდში უნდა ყოლოდა. მოკლედ ვახერხებდით, მაგრამ იმ დოზით არა, რომ შემდეგ როცა ამ ბავშვების 18 წლის შემდეგ, როცა გაუშვებ სახლში, უცებ მიმღებლობა ქონოდათ. აი ამ დონეზე არა და აი გადავწყვიტეთ, როდესაც მეც მცირე საოჯახო ტიპიდან სახლიდან გამოგვიშვენ, რატომღაც ამოტივტივდა ჩემი ოპოზიციის მიმართ უფრო კეთილგანწყობა ვიდრე ვთქვათ პოზიციის ხელისუფლების მიმართ, როცა აი მაგალითად დავწერე სოლიდარობა ჟურნალისტებს და ამ პოსტის შემდეგ უცებ დაიწყო შეტევა. ხო, შეტევა. მაგრამ არა უშავს ახლა მე იქ დიდი შემოსავლები არ მქონდა, ერთადერთი რაზეც ვნერვიულობდი, რომ აი ამ ბავშვებთან ურთიერთობა მქონოდა და მოკლედ ისე მოხდა, რომ რამდენიმე ბავშვი ამ მცირე საოჯახო ტიპისგან გამოდიოდა მეუბნებოდა რომ არ წავალ სახლში და უცებ მეც მივიღე გადაწყვეტილება და თქვი რომ ჩემთან ერთად მე ბინა უნდა ვიყიდო ლანჩხუთში და მოკლედ ნახოთ როგორ ვიცხოვრებთ და როგორ წარიმართება ცხოვრება და ამას მე მოყვა ის რომ ერთი ძმა რომელიც სრულწლოვანი იყო და მეორე ძმა რომელიც არასრულწლოვანი იყო მე უკვე სოციალურმა სამსახურმა ძალიან დაგვიდგა გვერდში და ჩატარდა სასამართლო და სასამართლო ერთ-ერთ ბავშვზე მომცა მეურვეობა ზრუნველობის კუთხით ამაზე არც ანაზღაურება იყო არც არაფერი უბრალოდ ძმა და მეორე ძმა ძმები ჩემთან უნდა წამოსულიყო მე ერთ-ერთი ბავშვი კიდევ ერთი ისედაც იყო ჩემთან ერთი უკრაინელია ხო ერთი უკრაინელია კი ნიკოლაიკო მიუხედავად დრო გადის ახლა 22 წლისა, 21 წლისა, 20 წლისა, 19 წლისა უკვე სრულწლოვანები არიან, უკვე ცოლმოსაყვანი ბიჭები მყავს და მათ ახლაც მუშაობ იმაზე რომ მშობლებთან კონდეს ურთიერთობა. აქვთ ურთიერთობა თუ ნაკლებად? მიუხედავად იმისა, ცოტა გამიჭირდა, მაინც მოვახერხე. აი მაგალითად ლევანიკოს რომელიც ცდილობდა რომ არ გაეხსენებია მე აი მაგალითად აღდგომის დღეს რამე დღესასწაულზე ჩაულაგებ ხოლმე საჭმელებს იმას და ვეუბნები აი ხო არ წაიღებ დედაშენს და მამაშენს ხო არ მიუტან და პირველად არ თანხმდებოდა მაგრამ მე დამთანხმდა მე ვეუბნები 15 წუთი მაინც გაჩერდი მე 20 წუთი მაინც გაჩერდი და ეხლა უკვე ისე არის რომ წავა ურთიერთობა აქვს მიიტანს პროდუქტებს თხოვს რომ ფული მომეცი რომ კარტოფილი ვიყიდო ზეთი ვიყიდო შაქარი ვიყიდო და მე ჩემთან ერთად ურეკავს თავის დედას მამას და ეუბნება ის პატარა დაყავს კიდევ სახლში და იმას აი რა წამოუღო რა ვაჭამო და ეს იმდენად დიდი სიამოვნებაა ჩემთვის, აი ზოგიერთი შეიძლება იშურიანოს და ის იყოს, რომ აი მე გავზარდე და მე ვეპატრონე და მათთან პირიქით უნდა იყოს, იმიტომ რომ შენ რაც არ უნდა გაუკეთო და სითბო აჩუქო, სიყვარული აჩუქო, უყიდო ყველაფერი, იმას მაინც ვერ შეძლებ, რაც თავის მშობელს მას შეიძლება გაუკეთოს ის უხილავი ძაბს ვერავინ ვერ გააბავს.
სხვის შვილთან ამუხილავ ძაბს, შენ შეიძლება დაეხმარო, გვერდში ამოუდგე, ხელი წააშველო, მაგრამ იმ ძაფებს ვერ გააბა. ძალიან რთულია, ანუ ჩემი ცხოვრებით კი არ ვარ დაკავებული, არამედ სხვა ადამიანების, იმ ადამიანებით, რომლის ბედი გადარდებს. და გინდა რომ ყველაფერი მოასრო და შენ ცხოვრებაში არ ჯანმრთელობას არაფერს არ უკვირდები და არ ცხოვრობ საერთოდ აი რაღაც ხარ რაღაც ჭურჭელი რომელიც ხვისი რაღაცისთვის უნდა გამოიყენო აი ესე цариელი ვარ ამ კუთხით, მაგრამ სავსე ვარ აი ამ ბავშვების სიცოცხლით, ცხოვრებით, თუნდაც სხვადასხვა პრობლემების მოგვარებით. უნდა გკითხოთ აუცილებლად გურის სტიქიაზე, აი სულ რაღაცა რამდენიმე დღის წინ იყო ეს კატასტროფა, რაც მართლა ხდებოდა. ჩვენი ინტერვიუც იმ პერიოდში უნდა ჩაწერილიყო და ნუ შესაბამისად გადაიწიათ, რომ იცით რა მაინტერესებს, აი რომ მომიყვეთ იმ ჩვეულებრივი ადამიანების შესახებ და იმ ადამიანების გმირობის შესახებ, ვინც ხალისად ჩამოვიდა გურიაში. ხო, ეს იყო საოცარი რამ, როდესაც შენ უძლური ხარ და გინდა იმოქმედო, მაგრამ არ იცი ჯერ როგორ იმოქმედო და უცებ რომ რაღაც ძალა მოდის. მოდის ახალგაზრდობა თბილისიდან, საოცარი ახალგაზრდები, რომლებიც მიდიოდნენ აკეთებდნენ საქმეს ბოლომდე, მაგრამ ხელი შეშლაც არის, ხო? სოფლის გამგებლები ზოგიერთ სოფელში. სოფლის გამგებლები, რასაც უყურებდით, ამბობდნენ, რომ პრობლემა მოგვარებული იყო, თუმცა ახლა მეორე მხარეს ხედავდით, რომ ადამიანები ჩარჩენილები იყვნენ, მოხუცები მარტო და ნუ აღარ გავაგრძელებ. ხო და აი მე ვფიქრობ, რომ აი სახელმწიფომ ყოველთვის უნდა აი ასეთ საზოგადოებრიდან წამოსული ინიციატივები უნდა მიიღოს და თვითონაც ძლიერი იქნება. აი ერთად რომ გვემოქმედა რა პრობლემა იყო. წარმოიდგინე ახლა სახელმწიფო შესაძლებლობა და კიდევ მოხალისები, რომლებიც ძალიან მაგრად მოტივირებული, რომ ხალხისთვის თოვლი გადაეთოვლათ, საკვები მიეწოდებინათ, წყალზე იყო პრობლემა. აი ნახეთ ნამდვილად არ ვიფიქრებდი ისეთ სოფელში, სადაც უამრავი წყაროა და მიდიხარ და გეუბნებიან, რომ საჭმელი არ მინდა, წყალი მინდა. იმიტომ აღარ შემიძლია ამ თოვლი უნდა გავაკეთო და რაღაცები არის უნდა გავაციოთ, საშინელ დღეში იყვნენ და აი ის პირველი კვირა არის, ხო? საქმე თორემ ერთი კვირის მერე რომ დაიწყებდა თოვლი უკვე დუმბას დაიწყებდა, რა თქმა უნდა გაიწმინდება, ხო? ამიტომ თანამშრომლობა რო ყოფილიყო ძალიან მაგარი იქნებოდა. ბადო ბოლოს უნდა აუცილებლად გკითხოთ, ძალიან აქტიურად ხართ ჩართული აი ამ მიმდინარე პროცესებში. ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიხართ, ან თბილისში ხართ, ან ბათუმში ხართ აქციებზე, დადიხართ კარ-და-კარ, აწვდით ადამიანებს ინფორმაციას, 4 შვილს ზრდით, ამდენი, ნუ გაზრდილი, მაგრამ 4 შვილზე ზრუნავთ. ასე ვიტყვი მაშინ, ამდენ მოსწავლესთან გაქვთ ურთიერთობა, ძალიან ბევრ საქმეს აკეთებთ, ასე ვთქვათ. როგორ ერევა ერთი ლადო აფხაზავა ამ ყველაფერს? ლადო აფხაზავა მაშინ გაჩერდება, როდესაც ამ ქვეყანაზე აღარ იქნება და გარდაიცვლება. მანამდე სანამ ცოცხალი ხარ, უნდა იმოქმედო, იმიტომ რომ ცხოვრება არის ზმნა. ცხოვრება არის მოქმედება. ცხოვრება არის მუდმივად არ გაჩერება და ბრძოლა, შრომა იმისათვის, რომ რაღაცას მიაღწიო, რაღაც შეცვალო, რაღაც ცვლილებები მოიტანო და ამ დროს სხვებსაც მისცე მაგალითი. მე პირველ რიგში მასწავლებელიც ვარ და მასწავლებელი როდესაც ხარ, არა სავალდებულოს გაკვეთილზე მოსწავლის უთხრა, რომ იცი სამოქალაქო განათლების აქტიური მოქალაქე ამას უნდა აკეთებდე, შენც უნდა აკეთებდე. მაგრამ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი რომ იმას ამბობ, რომ თავარია ომი არ იყოს და ამ ნარატივით ცოცხლობ და ომის გეშინია, ვერაფერი მაგალითი ვეღარ ხარ ახალი თაობისთვის.
ამიტომ როცა დავდივარ, როცა მოქმედებ, როცა ხან ტელევიზორში დამინახენ, თქვათ, აქციაზე ვიყავი, ან სიტყვით გამოვედით, ეს ერთ-ერთი გაკვეთილია. მე სკოლაშიც ვატარებ გაკვეთილს და სკოლის გარეთაც ვატარებ, ჩემი მოქმედებით, ჩემი აქტიურობით. და ვეუბნები მოსწავლეებს, რომ აი ცხოვრება არის ყველაზე მაგარი რამ. შეიძლება ცხოვრებაში რაღაც წაიქცე, ყველაფერი შეიძლება გეგონოს რომ დაასრულდა, მაგრამ ყოველ დღე შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყება. აი ესაა ყველაზე მაგარი ცხოვრებაში, რომ გაძლევს საშუალებას ეს ცხოვრება და ეს წუთი სოფელი, რომ ყოველ დღე, ყოველ საათში, ყოველ ახალ დღეს დაიწყო ახალი ცხოვრება. და ჩვენს ადამიანებიც ასე უნდა ვიყოთ. ჩვენი მოსწავლეებისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ. ეხლა ჩემი ერთ-ერთი ძალიან ახლობელი რაკნეს ასაკშია და მას ენატრება ახალგაზრდობა. და ის დრო მოსწონს, როდესაც თქვათ რუსეთში ვიყავი და სულ მეუბნება რომ აი რა კარგი იყო მაშინ ცხოვრება. მას მე მივხვდით რუსეთის და კომუნისტური პარტია კი არა ენატრება მისი ახალგაზრდობას, როდესაც აქტიური იყო. მაგრამ ახლა უკვე როცა ბევრჯერ ვისაუბრეთ, ახლა ფიქრობს, რომ ცდებოდა მანამდე, როდესაც ამბობდა, რომ ახალგაზრდები ძალიან ცუდად იქცევიან, ჩვენ უფრო მაგარი ახალგაზრდები ვიყავით და ვეუბნები, რომ თაობათა ბრძოლა ყოველთვის იყო. რა თქმა უნდა. ჩვენ თავზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდობას. ჩვენს მომავალს. აი, რო ვამბობთ, რომ აი მან კომპიუტერებმა დაღუპა ეს თაობა, კი არ დაღუპა მომავალში ეს გამოწვევა აქვს, რომ ციფრული ტექნოლოგიები უნდა იცოდეს. და ამიტომაც ვასწავლით, ამიტომაც ვცდილობთ, რომ ჩვენც დავეწიოთ მოსწავლეებმა უკვე ჩვენზე კარგად იცის ციფრული ტექნოლოგიები, მაგრამ თუ იმ თაობას არ მიყვები, მაშინ არაფერი არ ხარ მისთვის. გაკვეთილზეც აღარ მოგისმენს, არაფერს არ გაიკეთებს. ამიტომ ძალიან ადვილია ვიღაცა დაამუნათო, რომ ახალგაზრდები ამას აკეთებენ, ახალგაზრდები ამას ცუდად იყენებენ, ამ სიტყვას რატო იყენებენ, მაგრამ მათ ეს გამოწვევა აქვს და ჩვენ ვამთავრებთ ცხოვრებას და ჩვენი დრო წავიდა და შენ ის 5 წელი შენ ჭკუაზე რო გინდა ახალგაზრდა იმას წინამ რომ გამოწვევა აქვს, რაკნას. შენ მოგიცადოს, როდის აღარ იქნები და როდის არ დაამუნათებ? ამიტომაცაა, რომ აი ცოტა ასაკში შესულმა ადამიანებმა შეიძლება ბევრი რამე არ მოგწონთ, მაგრამ თქვენ შვილიშვილებს კითხეთ რა, მომავალში რა მიიღეთ ისეთები, როგორიც არის ისეთი მიიღეთ, ხო? და თან აღნიშნოთ, რომ მართლა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა თაობა. მაგალითად არიან მოსწავლეები, რომლებიც გაკვეთილზე გამიპროტესტებენ, მაგრამ მე ამას სხვანაირად უყურებ. ძალიან მაგარია, რომ აპროტესტებთ. ძალიან კარგია, რომ არ მეთანხმებით. მაშინ აბა მიპოვე სხვა გზა, სხვა ხსნა, საიდან არის და პირიქით კაია, ინტერესებში არის. ბავშვები და უფრო მეტს აკეთებენ. ამიტომ ცხოვრება არის ზმნა და სანამ ცოცხალი ხარ, არ უნდა გაჩერდე. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო თავგადასავლებისთვის და მე გისურვებ ყველა იმ სურვილის ასრულებას, რისთვისაც აი ესე ყოველდღიურად იბრძვით. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა.